სალამი ძვირფას ტელემაყურებლებო მე მინდა დღეს ჩვენს რუბრიკაში პოეზია უპირველეს ყოვლისა წარმოგიდგინოთ ჩვენი გადაცემის დებიუტანტი ირმა შუბიტიძე დღეს პირველად იღებს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას რაც მე აღნიშნავ რომ სამწუხაროა იმიტომ რომ გავეცანებ მის ლექსებს და ნანოფრო აქამდეც ვერ მოვიწვიე გადაწყვეტილება ჩვენს გადაცემაში შობს გვიანი ვიდრე არასდროს დღეს ირმა წარმოგიდგენს თავის საკუთარ ლექსებს ხო ირმა მინდა განვადიდო ოცნებად ქცეული ქართველ დედათა შორის უდიდესი დედა მედეა სანამ ქართველი ხალხი მას არ აუგებს ძეგლს არ განადიდებს მის უკვდავ სილამაზესა და გენიას მანამდე არც მე მექნება ოცნება შესრულებული და ვერც საქართველო გაექცევა უდოდურებებს ეს გახლავთ პროფესორი თამაზ თალაძის სიტყვები ახლა კი რაც შეიძლება ლექს მწვერვალებიდან გვინზერს მედეა დამსხვრევს ქარი ნაწამებ ლოცვას წარსული ნისლში აირეკლება მე დღეს გავყვები ნაკვალევს მორცხვად და საუცხოო დედის მეკვლევა როცა შევიგრძნე მისი ალმური აფრქვევდა მზერა სასტიკ დემონებს მოჰქრო და ეტლით ზღვით და მამულით უცნაურია როგორ ვემონე დედა უფალო დიდი კოლხეთის ცილის წამებას დრო გაგიფანტავს გვირგვინი დღემდე გადგია ღმერთის შენი მეტოქე თავის სულს ფატრავს 1000 წლედები უფრო გახელებს არ დაშორდები შენს რჯულს და ჯილაკს უმზერ წარსულს და საკუთარ ხელებს რაც გაგახსენებს სიყვარულს ჯიღას ო აყვამლე გახსოვს ელადა ყველას მიუძღე წილი თავისი შხამად უქციე შენი ხელადა და წაუხდინე მოყმეს ხალისი ღალატი სასჯელს დაგიმძიმებდა კრეონტის სიტყვებს ხომ გიძვირებდა არ გომჩაუშვა შენს გულში ღუზა იქ განიგმირა მცირე კრეუზა მას შემდეგ გაჩნდა მრავალი მუზა საკმევლის სურნელს შეიგრძნობს ღმერთი და დავიწყების მწვავე მუგუზას არ დანებდება ღმერთქალი ერთი არ მიგატოვებ დედი არ განელდება ცეცხლი დროის თარეშში არა ამ წამებს მემატიანე არ შეიბრალებს ალბათ მე კი მსურს გაიყინოს გაქვალდეს როგორც ციხე ნეტარების დროს თბილად ამბორისათვის გიხმე ცრემემორეული ვიდექ არავინ მყავდა იცი მელოდინისგან ალბათ სიმარტოვეში ვიწვი წლიდან წლამდე ხომ ხიდი და სიამაყე იდგა იქ სადაც პირველ ღამეს მოჩვენებები მცდიდა შენ მიდიოდი ჩემგან და სულში როგორ წვიმდა მინდოდა მეთქვა კიდევ არ მიგატოვებ დედი ახსარებისთვის ალბათ ცაში აფრინდა მტრედი თუ შენ შვილებთან ერთად მეც შვილად მცანი ერთი პასუხს მიიღებ აღთქმულს გაგაძლიერებს ღმერთი სიმარტოვის შანს მიხმე არ მიგატოვებ დედი ახსარებისთვის ალბათ ცაში აფრინდა მტრედი ძვირფას ტელემაყურებლებო იშვიათად მინახავს და გამიგია მე პოეტი რომელმაც არ მიუძღვნეს ლექსი დედას ამ ყველაზე საყვარელ არსებას ჩვენ ცხოვრებაში რა თქმა უნდა გამოაკლიში არც ირმა ბრძანდება ისე წინვალე ლექსით ხო ახლა შემოგთავაზებთ ერთ-ერთ განსაკუთრებულ ლექსს ჩემი შემოქმედებიდან მუხმოყრილი ვარ თქვენ სამებასთან ლექსი ეძღვნებათ იმ რაინდული სულისკვეთების მამაკაცებს ვინც $1,000,000 გადაურიცხა უპატრონო ბავშვთა სახლს ანონიმური წერილით ბავშვებო გაიზარდეთ კარგლები მაღალ მწვერვალებს გადაიწრენს დიდი არწივი ეს მე რამდენე მოგონება გული ნაწვიმი მე მუხმოყრილი დავიჩოქებ თქვენ სამებასთან და თანაგრძნობის ტაძარს ავაგებ ჩემს წამებასთან ცისარტყელა კვლავ დამშვენებს მაღლაცის ტატნობს რაინდთა სული უძლეველი მარად ჟამს გამკობს დღეს ჩემს ძარღვებში სისხლის ნაცვლად ამთია ალი დიდია თქვენი საზღაური და ჩვენი ვალი დღე ჭეშმარიტი ფაქიზია როგორც სიზმარი შეჩერდა წამი და აკურთხა თავის მიზანი იყო ცრემლები აღტაცება და კვლავ გენია ობოლ ბავშვებს მზით გაუნათ და სულის კერია ვაშა კვლავ ვაშა ვინც ხელს უწვდის ობოლს და მაშვრას
ვინც უანგაროდ წყალს უბოძებს ნიადაგს დამშრალს, ვინც თავის სახელს არ გამოხფენს ფარისევლურად და სიამაყით ცას გაჰყურებს დინჯად, მეფურად, მაღალ მწვერვალებს გადაიფრენს დიდი არწივი. დავენთო სანთლად, თუნდაც ვიყო მე ისე მწირი, შენ დავებავ ჩემ სიტყვებში მუდამ გასწივი, ეს მე რამდენე მოგონება გული ნაცვლი. იმპერატორი და მარადისობა გია სირბილაძის ნახატის მიხედვით. მარადისობა წარსულის ელჩი, იპყრობს მომავალს ჩირაღდნით ხელში. დიდი სიბრძნე ამბებერ გველში, ნეტავ რა ხდება საკანში ბნელში. იმპერატორი დაეძებს იღბალს, დაეძებს ფიქრებს გადაღლილ თავში, წავი ღიმილი შემორჩა დიდხანს, მე კი ამ სურათს ფურცელზე გავშლი. ტრიუმფალური სვლა დაიწყება, ორი სამყარო ღრიალებს ცოდვით, წამებულ სიზმრებს არ დავიწყება, პაიკი შორგზებს მიენდოლოცვით. ჩონჩხში განდით და ზურმუხტის ფერი, და იქ ხუთაებრივ ალებსაც ვხედავ, შავი მანტია მხრებს ისე შვენი საცაა უკვე აფრენს მხედარს, იმპერატორი ცერფს აყრის კედელს, უეცრად კარგავს ნაბოძებ ედემს, კარგავს სიცოცხლეს, სულს და სინანულს, და ვერ ათენებს ღამეს მინაბულს, შფოთს სისხლისფერი წარსული მართებს. საკანს ვერ მოსთხოვს მინდას და ნათელს, კმარა მოკვდავო მგელო მგლისობა, შორს გაფრენება მარადისობა. მე ვიცი რომ თქვენ ლექსებს აქვეყნებდით, მეც დამგითხე გამოქვეყნებული ლექსები და იქნებ მაყურებელს უთხრათ რომ სად აქვეყნებდით, რომელი ჟურნალში, რამდენიმე სიტყვით უთხრათ. რა თქმა უნდა. პირველ რიგში, რადგანაც გორის მოქალაქე ვარ, ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს და არც მიფიქრია გორის იქით წამეღო ჩემი შემოქმედება. ჩემი ლექსები იბეჭდებოდა გაზეთ გორის მოამბეში, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო და ალბათ ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც. აგრეთვე გადაგზავნილი მქონდა თბილისში და უფრო რომ იყვიან მეტად ვცდილობ ეხლა მეტი მასშტაბებით განვახორციელო და გავაფართოვო. მეტი ასპარეზი მოიპოვო, ხო? კი, რა თქმა უნდა, ეს უკვე მაყურებელზე და მკითხველზე დამოკიდებული. ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე ლექსს კიდევ ლირიკულ ლექსს. ზამთარი. გადმოაბიჯებს ზღურბსეს ზამთარიც, მაგრამ მე ზამთრის არ მეშინია. ვარ შენს ლოდინთან ცამდე მართალი და ის დღეები ვგრძნობ შეშლილია, დაობლებული ხეების თვლემა ისე ცივია, როგორც საკანი, ძირს დაყრილ ფოთლებს ნუ გაუთელა ხეებს, ისედაც გააქვთ კანკანი. და ეს გახლავთ უახლესი ლექსი, სულ 2 დღეა რაც დავწერე, ასე ითქმის, ასე და მინდა წარმოგიდგინოთ. კლდეზე დალალებს, ასეთი სათაურით. კლდეზე დალალებს ჩამოიშლის თეთრი ჩანჩქერი. ბუმბერას მკერდზე ბრილიანტის თვალი ასხლტება. ცისე კრანიდან მთვარის თხილმა გახსნა ფანჯრები და მოიმარჯვეს ჯადოსნური ფუნჯი მხატვრებმა. შემოდგომის ფერს იდუმას ყოვლის მყრობელი, ესალბუნება სიყვარული ამტეხი შფოთის, ფოთოლცვენისას დაილიას ამადლობელი, ფეხზე ვერ იდგა ქუჩის ბოლოს ბებერი ლოთი. და მე ამ ლოთში შევიცანი წუთი სოფელი, მტევნები მწიფე საწნახილში დამწვარა ცოდვით, სუფრაზე იდომო წიწები ცავსე დოქები და ჩვენ სორეულს ყოველ დილით სარკეში ვკოცნით, კლდეზე დალალებს ჩამოიშლის თეთრი ჩანჩქერი, ცრემლებს შეიშრობს ვნებით სავსეს ბუმბერას მკერდზე, მომენტს უფლება და ამაღამ შენთან დავრჩები, დიადო მთვარებ, შენ სიყვარულს მე სამხრით ვედებ. და ბოლოს ერთი ლექსიც უნდა წარმოვადგინო და რატომ? ქარიშხლისაგან დალეწილ აფრებს, თუ ნაპირამდე მიიტანს ნავი, თუ შეაშრება ცრემლი ქარაფებს და დამშვიდდება ჯიუტი ქარი, დამიბრუნდება ოდესღაც ნდობა, თუ გამიმეტებს ბედი ტიალი, უსუსურია დღეს ჩემი გრძნობა, ბავშვით მარტო მუდამ ტირალი. თუ ჩემს სისხლებში ჩემივე სახე, ვეღარ ვიცანი,
თუ ჩემს თავს მერე დავუგე მახე და შევინგრიე გულის ფიცარი იქ სადაც უკვე ვლმალავდი სითბოს მოპარულს შენი თვალების მზერით და უნდობელი იყავი თითქოს მტერი დაგიხვდა შეშლილი ვნებით შენ არ გესმოდა უბრალოდ ჩემი აღარ გინდოდა ჩემი დანახვაც თუ გამიმეტე სხვა დანარჩენი იმ წამებს გაჰყვა ცოცხლად დამმარხა ბაცონო ტელმაყურებლებო სულ რაღაც 10 წუთში ირმამ წარმოვიდგინა თავისი შემოქმედების ძალიან ლამაზი და კარგი ნაწილი. იმედია რომ მომავალში ჩვენ ვითანამშრომლებთ ირმა ჩვენ შირის სტუმარი იქნები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თქვენ დიდი მადლობა. კარგად გძანდებოდეთ მე და ირმა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.